ისეთი რანგის დიპლომატებს, რომელთა ეს თქვა დამოუკიდებელი სტატუსი ეჭქვეშ არ იქნებოდა დაყენებული და უკვე აი ამ სტატუსით ჩვენ შეგვეძლებოდა მოგვეპოვებინა გარკვეული კონტაქტების რესურსი რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. 2008 წლის ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ეს იყო უკვე სააკაშვილის მიმართ მკვეთრად დაპირისპირებაში მყოფი ადამიანის მხრიდან პატრიოტული პოზიციით გადადგმული ნაბიჯი. ანუ მე ჯერ კიდევ ელჩი იყავით? არა, მე კიდევ ერთხელ ელჩობიდან წამოსვლის შემდგომ სააკაშვილთან მკვეთრი დაპირისპირების შემდგომ მე ვცდილობდი შემეთავაზებინა სააკაშვილისთვის და დღევანდელი არსებული ხელისუფლებისათვის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მექანიზმები. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის აკვიატებული პოზიცია, რუსეთის თემატიკა არ არის ოპოზიციისთვის აღებული დროშა, ან ოპოზიციის პოზიციიდან ეს თქვა სასაუბრო თემა. ეს არის თემა, რომელიც უნდა აწუხებდეს ყველა ქართველს, ყველა საქართველოს ყველა მოქალაქეს ეთნიკური ეს თქვა კუთვნილების მიუხედავად, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი სასიცოცხლო არეალი, ეს არის ჩვენი არსებობისათვის, ჩვენი წარმატებისათვის აუცილებელი მოედანი. ამიტომ აქ ზუსტად უნდა ვთქვათ უარი პოლიტოლოგიურ თუ პოლიტიკურ დისკუსიებზე და უნდა ველაპარაკოთ პრაგმატულ პოზიციებზე. ანუ ჩვენ აქ უნდა დავთვალოთ ჩვენი პოზიცია, ასე ვთქვათ, განსხვავებულობა შიდა პოლიტიკურ ასპექტებთან მიმართებაში ამ პოპულიზმი და უნდა გავერთიანდეთ ამ ნიშნის ქვეშ. აი ეს იყო ჩემი წინადადება სააკაშვილთან, დღესაც ამ პოზიციაზე ვიდგებოდი, რომ ხედავდე თანამიმდევრულობას ამ ადამიანში, ან მის რეჟიმში. მე მის ირგვლივ ხედავ ადამიანებს, რომლებიც მათ შორის გრიგოლ ვაშაძეს მაღალი რანგის დიპლომატს, რომელსაც არ გააჩნია სამწუხაროდ პრინციპები და არის კონფორმისტი. ეს არის დღეს პრობლემა. არის ზიარეთ ამ სასწაულს. ეხლა რაც ჩამოაყალიბა ბატონო ეს. არა, ეხლა ცდილობა იმისა, რომ რაღაც კურსდება აღდგენილიყო, კი ბატონო. მექანიზმი არ გეჩვენებათ საინტერესოდ ის, რომ თქვათ შემოღებული იქნა სპეცწარმომადგენლის სტატუსი მაქსიმალური ავტონომიით არსებული სამინისტროსაგან. არა, კი ბატონო, მაგრამ ცუდი მაგალითია ამერიკის შემთხვევაში. არა, კი ბატონო, მაგრამ საქმე რაშია ეს? რუსეთი აცხადებს, რომ ის არ დაელაპარაკება ამ რეჟიმს. ვინც ამ რეჟიმიდან ლაპარაკობდით. მაგრამ უბრალოდ რაში არის საქმე? რუსეთი აგრძელებს საბჭოთა მეთოდების გამოყენებას. როდესაც 29 წელს სსრგ დაესხა თავს ფინეთს, ისიც ახდა რომ თქვა ის უბრალოდ ებრძვის ეს აქვია მანერგეიმის რეჟიმს. 68 წელს როდესაც ჩეხოსლოვაკიაში განხორციელდა შეჭრა და მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ლიკვიდაცია, მაშინ განაცხადეს, რომ კი ძალიან უყვართ თურმე საბჭოთა ხელისუფლება ძალიან უყვარს ჩეხი ხალხი, მაგრამ ნუ აი თქვა დუბჩეკის რეჟიმს და დღეს ახლა ისეთი მithom სააკაშვილის რეჟიმს ეომებიან, მაგრამ რეალობა არის ის, რომ მათი მიზანი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობა. მთელი საქმე ამაში არის რა, რომ საქართველო იყოს რუსეთის მუდმივი სატელიტი. არა, კი ბატონო, თქვენ რასაც ბრძანებთ, ხო, დაველაპარაკოთ. კი ბატონო, მე არა საზოგადოების აკვეთა ყოფილა როგორც ოპოზიცია ცხადებს. საზოგადოების ახლა საზოგადოების სახით ახლა ნაწილი ერთად ცხადებს. თქვენ არ თვლით რომ საჭიროა და აუცილებელია რომ მეზობელთან კონდეს კარგი ურთიერთობა. არა, რა თქმა უნდა, ახლა თეორიულად კი ახლა ძალიან კარგია რომ მეზობელთან კარგი ურთიერთობა კონდეს, ძალიან კარგია რომ საქართველო იყოს ნატოს წევრი, ეს აქვია, აი ვიცი, ძალიან კარგი არის რომ ახლა საქართველო იყოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ეკონომიკა მსოფლიოში და ასე შემდეგ. ახლა რა თქმა უნდა იდეის დონეზე კარგი არის ყველაფერი, ხო, ახლა თუ თქვა მეზობელთან დარეგულირდა ურთიერთობა და ნაკლები საფრთხე იარსებებს, ნაკლების შესაძლებლობა რუსეთმა ხელმეორედ განახორციელოს აგრესია, რა თქმა უნდა ეს არის კარგი, ვინ უარყოფს ამას, რომ არის ცუდი, მაგრამ მთელი საქმე იმაში არის, რომ მე თქვენ გითხარით, რომ მოგახსენეთ, რომ ესე კი ბატონო, ახლა ცალკე დღეს ხელისუფლება ესაუბრება რუსეთს, ხო, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, მათ შორის პირაპირ დიალოგი, არსებობს დიალოგი. ოპოზიციის წარმომადგენლები ჩავიდნენ, მოადგილეების დონეზე. კი ბატონო, მოადგილეების დონეზე, კი, მოადგილეების ან ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ხო? ესე იგი, ესაუბრებიან ცალკე თქვათ ახლა ნუ ექსპერტთა დონეზე რამდენიმე შეხვედრა მე პირადად ერთ-ერთ შეხვედრაში მიმიღია მონაწილეობა კი ბატონო ევროპის საბჭოს დაფინანსებით მაგრამ ნუ ექსპერტები შეხვდნენ ერთმანეთს პარიზში შეხვედრა მაგრამ ნუ ერთმანეთს აზრი გაუზიარეთ თქვათ მე გამოვედი გავაკრიტიკე რუსეთის ხელისუფლება ნუ გული მოვიფხარე მაგრამ რეალურად პრობლემა რაში მდგომარეობს ახლა თავის დროზე უინსტონ ჩერჩილი ბრძანებდა რომ რუსეთთან ხელმოწერილ შეთანხმებას გააჩნია იგივე ფასი როგორც იმ ქაღალდს რომელსაც ხელი ეწერება კონკრეტულ გასაგებია. ანუ ასეთი სახის შეხვედრები და ასეთი სახის მოლაპარაკებები ამ ეტაპზე თქვენთვის მისაღებია და სხვა პერსპექტივას ჯერჯერობით ვერ ხედავთ. ესეთ დასკვნა გამოვიტანოთ. ძალიან მოკლედ და რეკლამა ბატონი გადაშიდრებ. ღმერთმა ქნას რა თქმა უნდა რომ ესე იგი რუსეთის ხელისუფლებაში აზრი შეიცვალოს და შესაბამისად მან პატივისცეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ანუ და დაველოდოთ რუსეთის ხელისუფლებაში ესე ვთქვათ გარკვეული. ჩვენი რეფორმები უნდა განვახორციელოთ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, რაც შეეხება ეს ნატო არ გამოდგება უსაფრთხოების
რეალობების გარდა რეალობაზე ვისაუბრებთ თანამშრომლობთ ნატოსთან და ნატოს გემდივნის ვიზიტი საქართველოში არის ამის გასაგები. გადაცემის დასკვნით ნაწილში სწორედ ნატოსთან დაკავშირებით გვექნება შეკითხვები ჩვენ სტუმრებთან, დაგველოდეთ რეკლამა ჩვენს ეთერში. ჩვენ უყურებთ თოქ-შოუ არგუმენტებს, ჩვენი სტუმრები არიან ბატონები ეროსი კიცმარიშვილი, ნიკა ჩიტაძე. ბატონ ეროსი, ბოლო კითხვა, ბოლო თემა, რომელსაც შევეხები ჩვენ გადაცემის დასკვნით ნაწილში. თქვენი პარტიის მხრიდან იყო გაცხადებული ერთგვარი დამოკიდებულება ნატოსთან მიმართებაში, რომ ნატო არ არის ვერ იქცა უსაფრთხოების გარანტად საქართველოსთვის. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ საქართველოს შეიძლება, თქვენი პოზიციიდან რომ გადმოვიხედოთ, ასე ვთქვათ, უარი თქვას ნატოში ინტეგრაციაზე? ის რაც გაცხადებული იყო არის ფაქტის კონსტატაცია, მე უბრალოდ მაყურებელს შევახსენებ და გამოვიყენებ იმ წირ შესაძლებლობებს, რომელსაც პერსონალურად მე ვთქვათ ვფლობ მედიასთან მიმართებაში გამოსვლების სიხშირის თვალსაზრისით და ვიტყვი, ქართული პარტიის მთავარი ფუნდამენტური პრინციპებიდან ერთ-ერთი უმთავრესი არის უსაფრთხოების ასპექტი. ასევე რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე ჩვენ ვსაუბრობთ კეთილდღეობის ასპექტზე. უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი ხედვა არის შემდეგნაირად ჩამოყალიბებული. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო არ უნდა იყოს სუპერ სახელმწიფოების, სუპერ ძალების კონფლიქტის არეალი. აქ არ უნდა იყოს დაპირისპირებული და არ უნდა გადაიქცეს ამ სუპერ ძალების დაპირისპირების არენად. რაც დღეს ხდება. ჩვენი აზრით საქართველოს უსაფრთხოება დევს სუპერ ძალების თანამშრომლობის ცენტრად საქართველოს, რეგიონალური თანამშრომლობის ცენტრად საქართველოს ჩამოყალიბებაში. ეს მოიცავს უამრავ ასპექტს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით, თუ საუბრობთ რეგიონალურ მოთამაშეებზე და თუ საუბრობთ სუპერ სახელმწიფოებზე, სუპერ ძალებზე, მე ჩამოვთვლი უბრალოდ ვის ვგულისხმობ, ეს არის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, რუსეთის ფედერაცია. თუ საუბრობთ რეგიონალურ მოთამაშეებზე, იგივე თურქეთი, ირანი და ასე შემდეგ. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, ავაშენოთ ისეთი საქართველო, რომელშიც აი მოთამაშეების კონფლიქტი იქნება გამორიცხული. ჩვენ გვინდა შევქმნათ საქართველო ისეთი, როგორიც იდეაში უნდა იყოს კავკასიის ცენტრი, მშვიდობის, თანაარსეობის და რეგიონალური თანამშრომლობის. აქედან გამომდინარე, არ არის აუცილებელი თანამშრომლობის ყველა ასპექტი, რომელიც სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ გამოვდივართ ეგრეთ წოდებული რეალ პოლიტიკის ფუნდამენტიდან და პრინციპებიდან, რაც საქართველოს ინტერესებში შედის, რაც ქართული საზოგადოების ინტერესებში შედის, ჩვენ ყველა ამ პრინციპს მხარს დაუჭერთ. რაც შეეხება კონკრეტულ პოზიციას, კონკრეტულ ორიენტირთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება როგორც პოპულიზმისა და პიარის ინსტრუმენტს იყენებს, ჩვენ ვთვლით, რომ დღემდე განხორციელებული ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით იყო მხოლოდ და მხოლოდ ცუდი შედეგის მომტანი. ჩვენ ვერ მივიღეთ ის, რაც ნათქვამი იყო ჩვენი პარტიის განცხადებაში. არ არის აუცილებელი და გადამწყვეტი ნატოს. დღემდე ვერ გახდა საქართველოს უსაფრთხოების გარანტი. ეს არის ჩვენი პოზიცია. ის რაც ვთქვით, ეს ვთქვით. რა თქმა უნდა, საქართველოს სამწუხაროდ ჯერჯერობით მოგესალმებათ ვერ გაწევრიანდა ნატოში და არის მეტად ჯერჯერობით ძალიან დიდხანს გრძელდება. კი ბატონო, დიდხანს გრძელდება, არა მარტო საქართველოს ბრალი არის, ზოგიერთი თქვათ ევროპელი პოლიტიკოსი ეწინააღმდეგება საქართველოსთვის ეგრეთ წოდებული მაპის, ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას, თუმცა ამავე დროს ალბანეთს იღებენ ნატოში და ბოსნიას იღებენ. რატო? გასაგებია, ხო, ძალიან კარგად, იმიტომ რომ თქვათ გერმანია დაახლოებით 30 მილიარდ კუბურ მეტ ბუნებრივ აირს იღებს რუსეთისგან, იტალია დაახლოებით 22 მილიარდ კუბურ მეტს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი, მაგრამ რეალობა არის ის, რომ საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობს რუსეთისგან განსხვავებით. ნატოს არ განხორციელებია აგრესია საქართველოს კი ბატონო ბუდმიმოქმედი საბჭოს ფარგლებში, კი ბატონო საქართველოს თანამშრომლობს ნატოსთან, მოგეხსენებათ, იგივე არსებობს ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც შეიქმნა და ასევე საქართველოს ერთწლიანი ეროვნული პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, იღებს გარკვეულ ვალდებულებას შილოატლანტიკური ალიანსის წინაშე, ხოლო ალიანსი თავის მხრივ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ამ ისეთი ნათელი დადასტურება, თუნდაც გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში და ასევე შეფასებათა მისი ვიზიტი, რომელიც დღესაც ასევე გრძელდება. რეალობა არის ის, რომ თქვა 2004 წლიდან ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში საქართველოსთან და ნატომ დაიწყეს ურთიერთობა 2006 წლის 21 სექტემბრიდან ეს ურთიერთობა გადავიდა ახალ ფორმატში და ინტენსიფიცირებული დიალოგი დაიწყო. რაც შეეხება ევროკავშირს, საქართველოს 2009 წლიდან გახდა შესაბამისად ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის წევრი. საქართველოს საგარეო ვაჭრობის 20% მოდის ევროკავშირს. ახლა მაყურებელმა განსაკუთრებით ჩვენ ვერ ხვდებით ვაკაკუნეთ ნატოს კარზე და ვერ ხვდებით ნატოს სრულუფლებიანი წევრები. სწორედ ამაზე საუბარი. კი ბატონო, აქედან გამომდინარე, თქვენს ოპონენტს ამ შემთხვევაში ამ გადაცემაში აქვს მოსაზრება, რომ
არ არის ნატო იმის გარანტია, რომ საქართველოს უსაფრთხოდ იგრძნოს თავი მომავალში. გასაგებია, მაგრამ რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა საქართველოს ტერიტორიაზე 20%-ის ოკუპაცია, ნატო არ არის აგრესორი, ნატო არის პარტნიორი და საქართველოს განიხილება როგორც ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი. ამის ნათელი დადასტურება თუნდაც ის, რომ არსებობს ნატო-საქართველოს კომისია და ნატო არ ქმნის სხვათა შორის კომისია. ანუ შეიძლება ნატოს წევრი არ ვარ, ჩვენ ვართ მაქსიმალისტები, არც ევროკავშირის წევრი, მაგრამ საქართველოს საგარეო ვაჭრობის 20%-ზე მეტი მოდის ევროკავშირზე და საქართველოს თანამშრომლობს ნატოსთან და ნატო ხელს უწყობს საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში. ამიტომაც ეხლა მაყურებელმა განსაჩვენოს და საზოგადოებამ განსაჩვენოს, ვინ არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი და ვინ არის მტერი, ვინ ახორციელებს აგრესიას და ვინ პირიქით გასუჭებს საქართველოს ტერიტორიაზე. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. ჩვენ კიდევ გვექნება შესაძლებლობა ამ თემებზე ვისაუბროთ, იქიდან გამომდინარე, თქვენი პარტია ახლად შექმნილია და მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც გექნებათ საშუალება და შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ამ თემაზე და იდებატოთ. მე კიდევ ერთხელ გავაცხადებ, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ვიხილოთ თქვენი დებატი სხვადასხვა საკითხებზე. ეროსი კიწმარიშვილი, ნიკა ჩიტაძე, ჩვენი გადაცემის სტუმრები, მადლობთ ბატონებო იმისთვის, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმრები. თქვენ ზუსტად 9 საათზე გელოდებათ მაესტრო სახალი ამბები მაკაცინცაძესთან ერთად 10 საათზე პირდაპირ საუბარი და ეკაბერიძის სტუმრები იქნებიან ლევან ვეფხვაძე და მამუკა არეშიძე. მე გემშვიდობებით ხვალ 8 საათამდე კარგად ბრძანდებოდეთ.